მოგესალმებით, ეთერშია სტასო ტევის საინფორმაციო გამოშვება. დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიავა გაგაცნობთ. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე სიტყვის თავისუფლება ციფრულ ეპოქაში, სად მთავრდება უფლება და იწყება შეზღუდვა. შეხვედრაზე განიხილეს საერთაშორისო მაგალითები და ასევე რეალური საკითხები. ღონისძიებას სტასოს ადმინისტრაცია და სტუდენტები ესწრებოდნენ. ეს დასოში გაიმართა ლექცია სიტყვის თავისუფლება ციფრულ ეპოქაში, სად თავდება უფლება და იწყება შეზღუდვა. მიმოვიხილეთ საერთაშორისო მაგალითები, რეალური кейსები, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აქვს. 21 საუკუნეში ეს ციფრულ სამყაროში სიტყვის თავისუფლება გამოწვევას წარმოადგენს. მადლობა დასწრებისათვის და საინტერესო დისკუსიისთვის. სლოვაკეთის ვიცე-პრემიერ ტომაშ ტარაბასთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით საქართველოს სლოვაკეთის ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს. როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, შეხვედრაზე ისაუბრეს საერთო ინტერესის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე. მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში შეხვდით სლოვაკეთის ვიცე-პრემიერ ტომაშ ტარაბას. ხაზი გავუსვით საქართველოს სლოვაკეთის ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა საერთო ინტერესის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის, წერს ირაკლი კობახიძე. როდესაც ჩვენ ვაკვირდებით რა მასშტაბის უკუსლო აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით მართლაც შემაშფოთებელია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, დანიაში რაც ვიხილეთ არის შემაშფოთებელზე უფრო მეტი. ცნობისთვის, დანიაში პროპალესტინელმა აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს, რომლის მონაწილეები ისრაელისთვის განკუთვნილი სამხედრო ტვირთების გადაზიდვასა და კომპანია მაერსკის ამ პროცესებში შესაძლო მონაწილეობას აპროტესტებდნენ. მათი მტკიცებით არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ შეიარაღება გამოყენებული იყოს ღაზა სექტორში. ადგილობრივი მედიის თანახმად, როდესაც კოპენჰაგენში პროპალესტინელმა აქტივისტებმა სატრანსპორტო გიგანტ მაერსკის სათავო ოფისი დაბლოკეს, დანიის პოლიციამ საპროტესტო აქციის დაშლისას დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელკეტები და გაწვრთნილი ძაღლები გამოიყენა. სიძულვილის ენასთან დაკავშირებით სპეციალური სამმართველოს შექმნის გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია. სიძულვილის ენა შეიძლება მეც გამომიყენებია, თუმცა ბევრ შემთხვევაში თავდაცვის რეჟიმში ვყოფილვარ, რადგან ბევრჯერ ყოფილა შეურაცხყოფა ცილის წამება. ტყუილზე დაფუძნებული სიუჟეტები, ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ. არ აქვს მნიშვნელობა ეს მე ვიქნები ხელისუფლების სხვა წარმომადგენელი, ოპოზიციის წარმომადგენელი თუ უბრალო რიგითი მოქალაქე. ეს განცხადება ჟურნალისტებთან თბილისის მერმა კახაკალაძემ გააკეთა. მისი თქმით, სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებზე რეაგირებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ყველასთვის თანაბარი იქნება. შეიძლება სხვადასხვა შეხედულებები და კონკრეტულ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს, ვერ თანხმდებოდეთ, მაგრამ ყველაფერს საზოგადოებას ცივილურად უნდა მივაწოდოთ, ყველამ პატები უნდა ვცეთ ერთმანეთს, განაცხადა კახაკალაძემ. ლელო ძლიერი საქართველოს გენერალური მდივანი თანაგუნდელებთან ერთად ხარაგაულში ჩავიდა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ლელო ძლიერი საქართველოს ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრებზე მკაფიოდ გამოიკვეთა ის გამოწვევები, რომლებიც რეგიონში წლების განმავლობაში მოუგვარებლად რჩება. უმუშევრობა, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობისადმი უყურადღებობა, სიღარიბე, ყოველდღიურად მზარდი ფასები და მასობრივი ემიგრაცია. ადგილობრივები აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან რეალური მხარდაჭერის გარეშე რჩებიან და არსებობისთვის ბრძოლა სულ უფრო რთული ხდება. მათი თქმით, ახალგაზრდებისთვის სამუშაო ადგილების არქონა და ეკონომიკური პერსპექტივის არარსებობა იძულებით ემიგრაციას განაპირობებს, რაც რეგიონს კიდევ უფრო ასუსტებს. მისივე თქმით, ქართული ოცნების პირობებში ვერც ერთი ეს პრობლემა ვერ მოგვარდება, რადგან არ არსებობს პოლიტიკური ნება და სისტემა კორუფციაშია ჩაფლული. ნათქვამია ინფორმაციაში. კითხვის ნიშნები რჩება კითხვის ნიშნებად და პარალელურად არის საუბარი იმაზე, რომ ერთი მხრივ წამალი არაეფექტურია და მეორე მხრივ კოლოსალურად ძვირია. ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დაავადების მქონე ბავშვებისთვის სახელმწიფოს მხრიდან წამლის დაფინანსების საკითხზე საუბრისას განაცხადა. მათიკაშვილის თქმით, მშობლების წუხილი მათ ესმით, თუმცა მათი ეს მდგომარეობა ცალკეული მაფიოზური ძალების მიერ არ უნდა იყოს გამოყენებული საკუთარი მიზნების შესასრულებლად და ჯიბის გასასქელებლად. მშობლების დიალოგი ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარეობს ახლაც და ჩვენთვის არის ორი რამ ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ აბსოლუტურად გვესმის მშობლების წუხილის და თანაზიარი ვართ, მაგრამ ეს მშობლების წუხილი არ უნდა იყოს ცალკეული მაფიოზური ძალების, რომელიც ფარმაცევტიკაში არის მოკალათებული, მიერ გამოყენებული საკუთარი მიზნების შესასრულებლად და ჯიბის გასასქელებლად. წამლის ეფექტურობა არ არის დადასტურებული და ამავდროულად არის კოლოსალური თანხები. პრემიერმაც თქვა და რა თქმა უნდა, ეს შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჩვენთვის მომგებიანი იქნება, რომ დღესვე ავდგეთ და ეს სახსრები გავიღოთ, მაგრამ ის პასუხისმგებლობა, რომელიც ხელისუფლებას გააჩნია, ბუნებრივია ამ გადაწყვეტილების მიღება შესაბამის პარიზმაში გატარებისთვის უბიძგებს, განაცხადა მათიკაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკაბოჭორიშვილთან კომუნიკაციის შესახებ მოახსენა. ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით ანდრეი სიბიგასთან მაისისა და ივნისის ევროპული საგარეო პოლიტიკის ამოცანები განსაზღვრა. ანდრეი სიბიგამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან კომუნიკაციის შესახებ მაცნობა. ჩვენ ურთიერთპატევისცემისა და ურთიერთგაძლიერების საფუძველზე ურთიერთობების ნორმალიზებისა და თანამშრომლობისკენ ვისწრაფვით და მზადვართ ამ მიმართულებით ნაბიჯები გადავდგათ. წერს ზელენსკი X-ზე. ასევე მისი თქმით სიბიგასთან შეხვედრაზე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესში კლასტერების გახსნისა და უნგრეთის ახალ ხელისუფლებასთან კონტაქტების საკითხიც განიხილა. ცალკეული ამოცანები განისაზღვრა რუსეთის ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების პროცესთან და ამ პროცესში ევროპის შესაძლო წარმომადგენლობასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ეს ამოცანები საჯარო არ არის, აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. ცხადია, რომ ჭკუათმყოფელი ადამიანი კობახეძის ამ ღია წერილს დაცინვის ღირს სიგიჟედ ჩათვლის, მაგრამ სამწუხაროდ სიგიჟე მხოლოდ ფორმაა. შინაარსი კი უმძიმესი საფრთხეა. საქართველოს ევროპის მიღმარჯვება. ასე აფასებს ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელობისადმი საქართველოს მთავრობის მიმართვის ღია წერილს. როგორც გვარამია აღნიშნავს, ევროპული ინსტიტუტების ხელმძღვანელობის მისამართი ღია წერილი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააცნო საზოგადოებას, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობასთან დიალოგი არ იქნება. ამ დილით ირაკლი კობახიძემ ერთი შეხედვით სიგიჟე გააკეთა ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიო კოშტას და რობერტ მეცოლას. შეაფასეთ კოპენჰაგენში დანიის პოლიციის ძალადობრივი ქმედებებიო. ამასთან ღია წერილში ირაკლი კობახიძე ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს მიმართავს შეკითხვით, როგორ აფასებენ იმ ძალადობას, რომელიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გადვითარდა, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ძაღლები გამოიყენეს. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ლიეტოვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით ქვეყნის ნაწილში საჰაერო განგაში გამოაცხადეს მას შემდეგ, რაც საზღვართან ახლოს საჰაერო სივრცეში დრონი დააფიქსირეს. ინფორმაციას ლიეტოვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მათივე ცნობით, დრონი სავარაუდოდ ბელარუსის მხრიდან მიფრინავდა. დრონის საფრთხის ფონზე ვილნიუსის აეროპორტის თავზე საჰაერო სივრცე დროებით დაიხურა. მოგვიანებით ლიეტოვის შეიარაღებულმა ძალებმა გამოაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაში გაუქმდა, ხოლო დრონის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ მიუღიათ. ლიეტოვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა. ასევე საჰაერო განგაშის დროს ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და სეიმის წევრები თავშესაფრებში იმყოფებოდნენ. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის განცხადებით, თუ აშშ თეირანზე თავდასხმებს განაახლებს, ომი ახლო აღმოსავლეთის საზღვრებს გასცდება. ინფორმაციას გარდიანი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. თუ ირანის წინააღმდეგ აგრესია განმეორდება, დაპირებული რეგიონული ომი ამჯერად რეგიონს გასცდება და ჩვენი გამანადგურებელი დარტყმები ისეთ ადგილებში, რომელთა წარმოდგენაც ძნელია, ფერფლად გაქცევთ. აღნიშნულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის განცხადებაში. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთმა, კატარმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი სამხედრო თავდასხმის გადადება 2 ან 3 დღით სთხოვეს. მათ მოკლე ვადით გადადება გვთხოვეს, რადგან ფიქრობენ, რომ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან. თუ შევძლებთ, რომ ირანის ხელში ბირთვული იარაღი არ აღმოჩნდება და ისინი კმაყოფილები იქნებიან, მაშინ ალბათ ჩვენც კმაყოფილები ვიქნებით. ჩვენ მასშტაბური თავდასხმისთვის ვემზადებოდით. ცოტა ხნით გადავდა იმედია სამუდამოდ, მაგრამ ალბათ ცოტა ხნით, რადგან ირანთან სერიოზული მოლაპარაკებები გვაქვს და ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს ეს. განაცხადა ტრამპმა. რუსეთი და ჩინეთი გააგრძელებენ შეიარაღებულ ძალებს შორის მეგობრობის განმტკიცებას და ერთობლივად უპასუხებენ სხვადასხვა გამოწვევასა და საფრთხეს. ამის შესახებ რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინ შორის პეკინში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. ქვეყნები გააგრძელებენ ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის ტრადიციული მეგობრობის განმტკიცებას, სამხედრო სფეროში ურთიერთნდობის გაღრმავებას, თანამშრომლობის მექანიზმების გაუმჯობესებას, ერთობლივი წვრთნების, საჰაერო და საზღვაო პატრულირების პრაქტიკის გაფართოებას, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში კოორდინაციისა და ურთიერთობის გაძლიერებას, სხვადასხვა გამოწვევებსა და საფრთხეებზე ერთობლივ რეაგირებას და გლობალური და რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებაში საუბარია უკრაინის საკითხზეც და აღნიშნულია, რომ აუცილებელია უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზების სრულად მოგვარება გაეროს წესდების პრინციპების დაცვის საფუძველზე.
რუსეთი და ჩინეთი საერთაშორისო სამართლის დაცვის მხარდამჭერები არიან. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ერთად პეკინში გამართულ ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა. მოსკოვი და პეკინი ერთად მხარს უჭერენ საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების დებულებების დაცვას მათი სისრულითა და ერთობლიობით, განაცხადა პუტინმა. ამასთან ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა აღნიშნა, რომ პეკინი და მოსკოვი ჰეგემონიის ყველა გამოვლენებას დაუპირისპირდებიან. ჩინეთი და რუსეთი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები და პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფოები, დაიცავენ გაეროსა და საერთაშორისო სამართლის ავტორიტეტს, დაუპირისპირდებიან ჰეგემონიის ყველა გამოვლენებას, წინააღმდეგებიან ისტორიის შეცვლის მცდელობებს, კერძოდ ყველა იმ პროვოკაციულ ქმედებას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შედეგების უარყოფისკენ და ფაშიზმისა და მილიტარიზმის აღდგენისკენ არის მიმართული, აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.